გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. თუ გინდათ იხილოთ თითოეული ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ დავგეგმე ჩემს ავტოფარეხში 49 გაკეთება და როგორ მივედი აი აქამდე და ასევე რა ხარჯები მქონდა. არ გამორთოთ, არ გადაახვიოთ ვიდეო და უყურეთ ბოლომდე. თავი პირველი, გათხრა. როდესაც ჩემს ავტოფარეხში 40 დაგეგმარება დავიწყე, მოვიფიქრე, რომ სიგანე უნდა ყოფილიყო 1.60 მეტრი, იმიტომ რომ თაროები უნდა ჩატეულიყო, ხოლო სიგრძე 3 მეტრი. ამის საშუალებას მაძლევდა ჩემი ავტოფარეხი. ეს პირველი დღეა, როდესაც უკვე გათხრები დაიწყო. აქ უკვე ხედავთ, რომ მეორე დღე წავიდა და ეხლა იხილავთ თუ რამდენი მიწა ამოვიდა, დაახლოებით უკვე მეორე დღეს 5 კუბი მიწა უკვე ამოღებული გქონდა. მესამე დღე, როდესაც დაიწყო, უკვე საკმაოდ ბევრი მიწა იყო ამოსული, დაახლოებით 9 კუბს უახლოვდებოდით უკვე, პერიოდულად ჩავდიოდი და ამ კაცს ვეხმარებოდი და урიკით მიწას ვუყრიდი ხოლმე, როგორც შემეძლო. თუმცა ძირითადი საქმიანობა თვითონ შეასრულა. დღეში 30 ლარს ვთხოვდა, ძალიან იაფია დამეთანხმებით. 3 დღე იმუშავა და 90 ლარი მთხოვა. 90 ლარი კი არა, 100 ლარი მივეცდა, ესეც ცოტა იყო ამ საქმეში. ბოლოს უკვე სიღრმეზე აღარ ჩავათხრინე, იმიტომ რომ მაინც თაროები უნდა ჩასულიყო. აი ესე გამოიყურებოდა 40, აი ამდენი მიწა ამოვიდა, დაახლოებით 9 კუბ ნახევარი მიწა ამოვიდა. შემდეგ მეორე დღეს დავიქირავე სატვირთო და ეს მიწა მეგობრებთან ერთად, მეგობრების დახმარებით ავყარე. დაახლოებით 5 კუბი მიწა დაეტია ამ სატვირთოში და მძღოლმა მომთხოვა დაახლოებით 70 ლარი ამ მომსახურებისთვის, რომ მოსულიყო ადგილზე და ეს მიწა გაეტანა. თავი მეორე, რკინის კუთხოვანას შეკვრა. აი ახლა რა მასალასაც ხედავთ, ეს არის რკინის კუთხოვანა 60-40-ზე, 1 მეტრის ფასი იყო 12 ლარი, მე სულ დამჭირდა 8 მეტრი, 2 ცალი 3 მეტრიანი და 2 ცალი 1 მეტრიანი. დაჭრიანად გადავიხადე 100 ლარი, აქ რა თქმა უნდა მშრალ დაჭრას გულისხმობ, ხოლო როდესაც ავტოფარეხში წამოვიღე მასალა, დანარჩენი უკვე კუთხეები მე თვითონ უნდა მომეჭრა, რომ ერთმანეთთან იდეალურ თანხვედრაში მოსულიყო. კუთხმჭრელთან, ანუ ბარგარკასთან ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოთ. ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვათ. მოიმარაგოთ ქვები, ბარგარკის ქვები, იმიტომ რომ საკმაოდ სწრაფად ცვლება. სათვალეები აუცილებლად უნდა გეკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან საფრთხის შემცველია ეს სამუშაო და თქვენ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ყველაფერი ეს რომ დავამთავრე, დავიწყე რკინის კუთხოვანას შედუღება. შედუღება მოვახდინე ისევე როგორც წინა მხრიდან, რომ მოვჭი ყველა კუთხეს, ამოვატრიალე კუთხოვანა და დავიწყე უკანა მხარეების შედუღება ყველა მხრიდან. აქაც რა თქმა უნდა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვათ და ძალიან ფრთხილად უნდა ჩაატაროთ შედუღებითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა რკინის კუთხოვანა, იდეალურად შედუღდა და იყო ძალიან მყარი. აი აქ ჩემი რკინის კუთხოვანა, სიგრძე არის 3 მეტრი, ხოლო სიგანე 1 მეტრი. როგორცაც ვგეგმავდი, ზუსტად ისეთი გამოვიდა. თითიც პატარაზე მივიბარგარკე, მივიჭერი, მაგრამ ეს არაფერი. აქ უკვე ბეტონში ჩასაყოლებელ არმატურებს ვჭრი, სულ 12 ცალი მოვჭერი, რომელიც ესე ქვემოდან შევადუღე, რაც შემდეგ ცემენტში ჩაყვებოდა. თავი მესამე, გვერდებზე მესერის ჩაჭრა ჩადება. აი ამ მასალას, რასაც ხედავთ, არის 5 მმ-იანი არმატურის მესერი, კვადრატებს შორის დაშორება არის 20x20, თითოეული ნაჭერი მთლიანად არის 3 მეტრი 2 მეტრზე, ეს სულ დამჭირდა 4 ცალი. თითოს ფასი იყო 35 ლარი, ანუ ჯამში 140 ლარი გადავიხადე. ისე გავაკეთე, რომ ეს რკინის მესერი დაბლა ფეხები გამოშვერილი ქონოდა, რომ დაბლაც ჩამეჭედებინა და მიწასთან მყარი კონტაქტი ქონოდა. ეხლა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენ აჩქარებულ ვარიანტს ხედავთ, ანუ time-lapse. ყველაფერი ეს რო შევკარი, ერთმანეთთან გადაბმებით დავაკავშირე მავთულით
და აი როგორც ხედავთ, ძალიან კარგი გამოვიდა. 4-ვე მხარეს თანაბრად გადანაწილებული იყო რკინის მესერი. თავი მეოთხე თაროების შედება. როდესაც დავამთავრე რკინის მესერი, საჭირო იყო რომ გამომეჭრა ადგილი, რათა მომეთავსებინა შიგნით თაროები. შუაში გადავწყვიტე რომ ყოფილიყო საყრდენი სვეტი, რომლის სისქეც იქნებოდა 40 სანტიმეტრი, პირველი თარო იქნებოდა კვადრატული 60-60-ზე, ანუ 60 სანტიმეტრი 60 სანტიმეტრზე, ხოლო მეორე თარო იქნებოდა 60-80-ზე, ანუ შედარებით დიდი ზომის თარო, მართკუთხედი თარო გამოვიდოდა. შევკარი თაროები, გავამზადე ყველაფერი 4-ვე თარო. აი ეს არმატურები შევაჭედე მიწაში იმისათვის რომ თაროები კარგად ჩამოყრნობილიყო ზედ. თვალის ზომით გავზომე, ამას არ სჭირდება არანაირი თარაზო, რადგან შემდეგ მაინც ყველაფერი გამაგრებას უნდა გაესწორებინა ხაზში. უბრალოდ თვალის ზომით გავზომე, გადაუჭირე მავთულებით ეს ყველაფერი დავაკავშირე რკინის მესერთან, მყარად. და აი აქ უკვე ვდგავ პირველ თაროს. ანალოგიურად გავაგრძელე სხვა თაროების შედგმას. ძალიან კარგად მიდიოდა საქმე, აი ესე გამოიყურება უკვე 4-ვე თარო, როდესაც შევდგი, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენ ხედავთ ამ ჩატარებული სამუშაოების აჩქარებულ ვარიანტს, ანუ time-lapse. ძალიან კარგი გამოვიდა, კარგად გამოიყურებოდა თაროები და უკვე შემდეგი ნაბიჯისთვისაც მზად ვიყავით რომ დაგვეწყო. თავი მეხუთე გამაგრების შეკვრა. კარგი ამბავი ის არის, რომ მასალაში არაფერი არ გადამიხდია, არადა საკმაოდ ძვირი ღირს გამაგრების მასალის ყიდვა ან ქირაობა. მე გამიმართლა, იმიტომ რომ ძმაკაცი მყავს სამშენებლო კომპანიაში, მყავს კი არა და თვითონ აქვს სამშენებლო კომპანია, ასე რომ ეს მასალა უსასყიდლოდ გამომატანა. ვფიქრობ, რომ ეს თავი ყველაზე საჩალიჩო იყო, იმიტომ რომ დამჭირდა ბევრი ლურსმანის ამოძრობა, ამ ფიცრების ზომებზე დაჭრა და ხერხვა, დახარისხება და რა თქმა უნდა ერთმანეთზე გადაბმა და შეერთება. ადვილი საქმიანობა ნამდვილად არ არის, დროს მოითხოვს, ნერვებს მოითხოვს, ასე რომ მოთმინებით უნდა მოეკიდოთ. სხვათა შორის ეს სამარეზები არ ვიცი რა ქვია ქართულად, ვინც იცით ვთხოვთ რომ დააკომენტაროთ. დამჭირდა 3.5 მმ-იანი სამარეზები, 500 ცალი, რომელშიც გადავიხადე 19 ლარი. შიგნიდან გამაგრებები გავაკეთე 4 სართულზე, რომელიც იყო 5 რიგად განლაგებული, ანუ ჯამში 20 ცალი ფიცარი გავაკეთე. გამაგრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ სიმყარე არ ქონდა, აზრი არ ექნება შემდეგ გაგრძელებულ სამუშაოებს, იმიტომ რომ დაიშლება. გამაგრება დავასრულე, საჭირო იყო ჩამეყოლებინა რკინის მესერისგან პატარ-პატარა რაღაცა ესეთი ნაჭრები, რომელიც გაამყარებდა ცემენტს. თავი მე-6-ე ჩასხმა. ამ სამუშაოებისთვის დამჭირდა 25 მეშოკი, 400 პრობიანი ჰაიდელბერგ ცემენტი, თითო მეშოკის წონა იყო 40 კილოგრამი, გადავიხადე 500 ლარი 5 კუბ ბეთქაშსა და ამ 25 კილო მეშოკში. რა თქმა უნდა, თავის მოტანიანად. შემდეგ დავიწყეთ ცემენტის აზელა ავტოფარეხის წინ და ჩასხმა. პირველ დღეს ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვერ მოესწრო, ასე რომ მოვრეცხეთ ავტოფარეხის წინა ნაწილი, რომ ეს ცემენტი არ გამხმარიყო და ანალოგიურად მეორე დღესაც იგივე სამუშაოები დავიწყეთ. როდესაც ცემენტი საკმარისად ამოვიდა, უკვე თაროებიც რო შეავსო. უკვე საჭირო იყო ელექტრობის თაობაზე ზრუნვა და კაბელი რო შიგნით ჩამეყოლებიდან დამჭირდა ეს 25 მმ-იანი ბალერინა, ასე ეძახიან, არ ვიცი ქართულად რა ქვია, რომელიც დაუყენე ბურხს და ჩავხრიტე თაროები. გოფრირებულ შლანგში 3 წყვილი კაბელი, 2.5 მმ-იანი სპილენძის კაბელი გამოვაძვრინე და გოფრირებული შლანგის მეშვეობით ხამუთებით მივამაგრე რკინის მესერზე. შემდეგ გავაგრძელე ისევ ცემენტის მოზელა და ზემოდან ჩასხმა და აი საბოლოოდ უკვე აი ასე გამოიყურება ჩემი ორმო, როდესაც დავასრულე ცემენტის ჩასხმა. თავი მე-7-ე გამაგრების დემონტაჟი.
დაახლოებით 4-5 დღე დავაცალე, რომ ყველაფერი კარგად გამშრალიყო და დავიწყე ყველანაირი სამარეზის უკან დაშვება, რომ მომეხსნა ფიცრები. რომელიც შიგ ჩაწყდა უკვე ლომის საშუალებით მოვანგრიე, აი ასე გამოიყურება ჩემი ორმო. გამაგრებების მოხსნის შემდეგ კუთხეში პატარა ადგილი დაიტოვა, რომელიც ძალაყინის საშუალებით მოვანგრიე და საბოლოო ჯამში აი ასეთი გამოვიდა. თაროების ქვემოთ პატარა დარჩენილ ადგილებს ხედავთ სიცარიელეს, სადაც როგორც ჩანს ცემენტმა ვერ მოახერხა შესვლა, მაგრამ ეს არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს არის პირველადი სამუშაოები, ხოლო შემდეგ უკვე დავიწყე ამ თაროების ამოლესვა და ეხლა მალე იხილავთ თუ როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა, იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდებოდი რომ იქნებოდა და კმაყოფილი დავრჩი. თავი მერვე თაროების მოლესვა. სიცარიელეები რომ დარჩა, საჭირო იყო რომ ცემენტით გამომევსო, პატარა ჭურჭელში მოვზილე ცემენტი და დავიწყე ამ სიცარიელების ამოვსება. გაუჭედე ფიცრები, რომ დაფიქსირებულიყო და უკან ცემენტი აღარ გადმოშონილიყო და თითოეული თაროს დაბლითა ნაწილი, ანუ 4-ვე თაროს დაბლითა ნაწილი, აი ასე და ამგვარად ამოვავსე ცემენტით. დავაფიქსირე ფიცრებით და ერთადერთი რაც საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება, რომ დავლოდებოდი 1-2 დღე, რომ ეს ყველაფერი კარგად გამშრალიყო. ასევე ცემენტი მომჩა და რკინის კუთხოვანასთან ავტომობილის საბურავი რომ არ დაზიანებულიყო, გადავწყვიტე რომ პატარა ამაღლება გამეკეთებინა და აი ესე ნაპირებზე ეს ცემენტი მოულესე. ეს ამაღლება ასევე კარგია იმისთვის, რომ ავტოფარეხს წყლით რომ მოვრეცხავდი, თვითონ ორმოში წყალი არ ჩასულიყო. საბოლოო ჯამში, როდესაც მეორე გამაგრებები მოხსენი, თაროების ქვედა ნაწილი უკვე აი ესე გამოვიდა და მეთანხმებით რომ გაცილებით კარგია. თავი მეცხრე ძირის დაწყება. საჭირო იყო უკვე ძირის დაწყება, ორმოში ჩავყარე ქვები, იმიტომ რომ ეს ქვები მომცემდა სიმაღლეს, სადაც რკინის მესერს დავდებდი. დავალაგე ქვები, დავამონტაჟე ზემოდან რკინის მესერის პატარა ნაჭერი, აურიე ცემენტი და დავიწყე შიგნით ორმოში ჩასხმა. საკმაოდ სქლად ჩავასხი დაახლოებით 8 სანტიმეტრზე. მაგრამ ჩასხმის შემდეგ უკვე საჭირო იყო ზედაპირის მოსწორება ფიცრით. ასე რომ ჩავიცვი ისეთი ფეხსაცმელი, რომელსაც აუცილებლად გადავყრიდი და ისედაც გადასაგდები იყო, ანუ რაღაც ძონცი ფეხსაცმელი, ჩავდექი ორმოში და დავიწყე ფიცრის საშუალებით მოსწორება. აი ამ სპაიდერმენულ ილეთს ნუ გაიმეორებთ, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა და შეიძლება ორმოში ჩავარდეთ და სახის ძვალი მოიტეხოთ. საბოლოო ჯამში ძალიან კარგად მოსწორდა ზედაპირი და მე კმაყოფილი დავრჩი. თავი მეათე შპაკლი. შპაკლი ისე უნდა მოზილოთ, ანუ იმდენი წყალი უნდა უქნათ, რომ ერთი სიტყვით არაჟანივით გამოვიდეს. ეს უკვე კოსმეტიკური სამუშაოს ნაწილია და გავაკეთე იმისათვის, რომ აი ეს ნასვრეტები და ხრეშები, რომელიც ორმოში ჩანდა, რომ დაფარულიყო და შედარებით ლამაზი გამოსულიყო. ამ სამუშაოებმა დაახლოებით 2 საათამდე წაიღო. მოთმინება ამისთვის საჭირო არაფერი ამაში რთული არ არის, უნდა მოზილოთ და უბრალოდ თანაბრად გადაანაწილოთ ორმოზე. რა თქმა უნდა, იქ წვრილმანებს არ გამოვკიდები ვარ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ფინა არ არის და რაღაც, უბრალოდ ორმო არის, ხო, რომელიც ავტომობილის შეკეთებისთვის უნდა გამომეყენებინა და ზედ მაინც არ გადავყოლილ ვარ.
აქ უბრალოდ მარიაჟო. თავი მე-11 ფასადის საღებავი. ფასადის საღებავს ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იშოვით, ის ძალიან ხელმისაწვდომია და თითქმის ყველგან იყიდება. ყველა ფასადის საღებავს აწერია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გადააზაოთ შიგნით წყალი, რომ ფასადის საღებავმა კარგად იმუშაოს. აი აქ ვამზადებ უკვე გუსტარულად მოსარევ საშუალებას წვრილი არმატურებით და მავთულით, რომელსაც ვამაგრებ ბუროზე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გაუმიქსო. სპეციალურ საზომში ვასხავ წყალს, დაახლოებით 300 მილილიტრი მოითხოვა ჩემ ფასადის საღებავმა და შემდეგ ეს წყალი გადამაქვს უკვე თვითონ საღებავში. ერთად ამ ყველაფერს კარგად ვურევ და იქიდან გამომდინარე, რომ კატოკი ამ ჭურჭელში არ ეტეოდა, საჭირო იყო ფასადის საღებავის გადატანა შედარებით მოზრდილ ჭურჭელში, სადაც ეს კატოკი ჩაეტეოდა. შემდეგ ეს ყველაფერი თანაბრად გადამაგ ორმოს კედლებზე და გარდა კოსმეტიკური თვალსაზრისისა, ფასადის საღებავი იმითაა კარგი, რომ ნესტგამძლეა, ანუ წყალგამძლეა და შუქს ირეკლავს ზევით. ანუ, როდესაც ავტომობილს შეაყენებთ ორმოს ზემოდან, ყველანაირი შუქი, რომელიც ორმოში იქნება, ქვემოდან დაარტყავს ავტომობილს და ქვემოდან უფრო კარგი ხილვადობა გექნებათ. ყურადღება გაამახვილეთ, როგორი იყო ორმო, უბრალოდ როდესაც შპაკლით იყო დამუშავებული და როდესაც გამოვიყენე ზემოდან ფასადის საღებავი, შემდეგ უკვე რანაირად გამოიყურება. დიდი განსხვავებაა და ძალიან კარგია დამეთანხმებით, ხომ? თავი მე-12 ელექტროობა. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ უკვე საჭირო იყო ელექტროობაზე ფიქრი, ასე რომ დავჯექი და დეტალურად დავხაზე ჩემი ორმოს ელექტროობის გეგმა. წავედი დავით აღმაშენებლის ხეივანზე 159B ნომერში, სადაც არის ერთ-ერთი ელექტრომაღაზია, რომელიც არის ძალიან კარგი და რეკომენდაციას გაგიწევდით, ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება ყველაფერი. მოვიმარაგე შტეფსელები, კაბელები, გოფრირებული შლანგები და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ამ სამუშაოებისთვის დამჭირდებოდა და წამოვიღე ავტოფარეხში. აი აქ უკვე უშუალოდ ელექტროობაზე ვიწყებ მუშაობას, ვყლიფავ თავებს, ვჭრი გოფრირებულ შლანგს. აი ეს ნათურები დაახლოებით 50 ლარი დამიჯდა 4 ცალი. სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ვამოწმებ, რომელ ელექტროკაბელში სად გამოდის პლიუსი, შემდეგ ჩართველები ერთმანეთთან დავაკავშირე, ჩავსვი გოფრირებულ შლანგებში, დავამონტაჟე ქვემოდან პროჟექტორები, იმიტომ რომ ეს პროჟექტორები გაანათებს რაც შემდეგ ხილვადობისთვის იქნება ძალიან კარგი და ქვემოდან ავტომობილს დავინახავთ. შემდეგ დავაყენე კვების ჩარჩო, სადაც გავაძვრინე კაბელი და მივაწოდე ელექტროობის კაბელს. საბოლოო ჯამში აი ასე გამოვიდა, დავხურე სპეციალური ქოვერით და აი როდესაც ავანთე შუქები, აი ასე გამოიყურება შიგნიდან ჩემი ორმო. საბოლოო ჯამში ორმოში 6 შტეფსელი მოექცა, ანუ სამთაროში არის შტეფსელები, ხოლო ერთში არის მაკონტროლებელი, ანუ ჩამრთველები, რომელიც ცალ-ცალკე აკონტროლებენ თაროების განათებას და ცალკე პროჟექტორებს. დამეთანხმებით, რომ ძალიან ეფექტური და კარგი გამოვიდა. თავი მე-13 ფიცრებით გადახურვა. უკვე საქმე ფინიშისკენ მიდიოდა, ასე რომ ჩემი ორმო საჭიროებდა კარგ გადახურვას. წავედი აგლაძეზე, სადაც შევიძინე ეს ფიცრები. 12 ასეთ ნაჭერში, რომლის თითო ერთის სიგრძე იყო 25 სანტიმეტრი, ეს ფიცრები დამიჯდა 100 ლარი. თავის დაჭრიანად. შემდეგ ეს ყველაფერი ჩავტვირთე ავტომობილში, წამოვიღე სახლში, გაითვალისწინეთ ასე რომ ფიცრები ჯობია ოდნავ დიდები მოაჭრევინოთ, იმიტომ რომ ადგილზე აუცილებლად დაგჭირდებათ გადაჭრა. მოკლეს ვეღარ გააგრძელებთ, ხოლო გრძელს აუცილებლად შეძლებთ, რომ შესაბამის ზომაზე დააფიქსიროთ და ჩაარედაქტიროთ, ხო? ასე რომ ჯობია რომ ოდნავ გრძელი წამოიღოთ. შემდეგ დავიწყე ამ ფიცრების ნუმერაცია და ერთის მიყოლებით გავუყევი ბოლომდე. იქიდან გამომდინარე, რომ სიგრძეში ჩემი ორმო იყო 3 მეტრი, სულ 12 ფიცარი დამჭირდა და ერთი მეორის მიყოლებით რო არ ამრეო და აი ესე დავნომრე და გავყევი ბოლოში. ხოლო ბოლო ნაწილში დავტოვე აი ასეთი პატარა ნასურეტი, საიდანაც ორმოს შეეძლებოდა სუნთქვა, რომ ნესტი შიგნით არ დაგროვებულიყო და ჰაერს ემოძრავა, რომ კარგად გამომშრალიყო ორმო.
თავი მე-14 კიბის შეკვრა. საჭირო იყო ორმოს ჩასასვლელად და ამოსასვლელად კიბეზე ზრუნვა, ასე რომ შევიძინე 2 მეტრიანი 2 ცალის საყრდენი, 3x3-ზე და 60 სანტიმეტრიანი 5 ცალის საფეხური 2.5x 2.5-ზე. წამოვიღე სახლში, გადავჭერი, ზომებში დავსვი ერთმანეთთან, რომ იდეალურ თანხმდროვში ყოფილიყო და დავიწყე ამ ყველაფრის გაზომვა და გეგმარება, თუ რომელი საფეხური რა ადგილას უნდა ყოფილიყო და როდესაც გაზომვას მოვჩი, შემდეგ ჩავხდე შემადუღებელი აპარატი და დავიწყე ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება. შედუღება გავაკეთე როგორც წინა მხრიდან, ასევე შემდეგ გადმოვატრიალე და უკანა მხრიდანაც მოვახდინე შედუღება. ძალიან კარგი გამოვიდა, საბოლოოდ ეს კიბე დამიჯდა დაახლოებით 35-40 ლარი. თავი მე-15 ფინიში და აი მეგობრებო, როგორც იქნა გავედით ბოლოში, ძალიან გახარებული ვიყავი აი ამ მომენტში, ვერც კი აგიხსნით როგორ სიხარულს გრძნობდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მოუნდი ამ სამუშაოებს, დაახლოებით 1 თვე გამეწელა იქიდან გამომდინარე, რომ თან მუშაობდი და პარალელურ რეჟიმში, როდესაც დრო მქონდა დასვენების დღეებში ჩავდიოდი და რაღაცეებს ჩემით ჩალიჩობდი. კი, იქ რა თქმა უნდა მეგობრები მეხმარებოდნენ, ძმაკაცები მეხმარებოდნენ, მაგრამ ძირითადად ჩალიჩი მაინც მე მიწევდა. დავტესტე კიდევაც ორმო ქვემოდან შევხედე ავტომანქანას და ძალიან კარგი იყო. ზემოდანაც შეუძლებელი ძალიან კარგად შემოდიოდა მანქანა. ეხლა ხედავთ თქვენ კადრში როგორ შემოვაყენე კრაისლერი. ეხლა კი ვაყენებ ჩემს წითელას, ჩემს Mercedes-Benz SL-კას. საბოლოო ჯამში ამ ორმოზე 1500 ლარი დავხარჯე, ანუ ეს მხოლოდ და მხოლოდ მასალებს გეუბნევით. ხელობა რა თქმა უნდა, ანუ ჩემი საკუთარი ხელით გავაკეთე და ხელობაში კაპრიკი ფული არ გადამიხდია, რის გამოც ძალიან ბევრი ფინანსები დავზოგე და რაღაც მასალებშიც ფინანსები დავზოგე. თქვენ შეიძლება ორმოს გაკეთება გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ. მოკლედ თუ ჩემი ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუწერეთ თქვენს მეგობრებს და დალაიქეთ.